ლეონარდო და ვინჩის მონალიზას უამრავი ვარიაცია არსებობს. ისეთმა ხელოვანებმაც კი, როგორებიც იყვნენ დიუშანი, დალი და ვორჰოლი, თავიანთი დამოკიდებულებები ესთეტიკისადმი გამოხატეს ჯოკონდას ცნობილი ვარიაციების შექმნით. დადაისტმა მარსელ დიუშანმა ის შებილწა იაფასიან საფოსტო ბარათის რეპროდუქციაზე ულვაშისა და წვერის დამატებით. სალვადორ დალი მონალიზას სახის ფიგურაში საკუთარი პორტრეტი გამოსახა და მისთვის სახასიათო ულვაშიც დაამატა. ენდი ვორჰოლმა კი მონალიზა ვარსკვლავად აქცია და გააკრიტიკა გამოსახულების ფართოდ გავრცელება, რომელიც სუბკულტურის ფორმად იქცა. მრავალი ხელოვნების ნიმუში არსებობს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ტილოს მონალიზას ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს. მაგალითად, მალევიჩის კომპოზიცია მონალიზასთან ერთად, ბენქსის მომღიმარი ვერსია, ან ბოტეროს პატარა მონალიზა. ლეონარდოს მონალიზას მშფოთვარე ცხოვრება ჰქონდა და ყოველთვის ხელოვნების სფეროს ცენტრში იყო. ის მოიპარეს, დააზიანეს, ყველანაირი კვლევის მეთოდით შეისწავლეს, სიმღერად, ფილმად, ლექსად, წიგნად, რეკლამად აქციეს. ის იყო, არის და დარჩება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ხელოვნების ნიმუშად.